მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მე შალვა რამიშვილი, დილას წამყვანი შალვა რამიშვილი, მოგესალმებით მაესტროს 47 საეთერო სტუდიიდან. 47 არა, მაგრამ გვექნება მალე კარგი სტუდიები და არა ზეგ, არამედ რეალურად შეიძლება ხვალაც, ანუ მალე. ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი არის ბატონი დავით თევზაძე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ომის და მილიტარიზმის ფილოსოფიაზე უნდა ვისაუბროთ, იგი როგორც იცით ფილოსოფოსიც არის და ასევე არის სამხედრო ოფიცერი, იყო თავდაცვის მინისტრი. მინდა გითხრათ, რომ ორშაბათიდან მშვენიერი გოგონა შემომიერთდება პრესის მიმოხილვით, შორენა ხვიჩია, კარგია, იმიტომ რომ რაღაც რაოდენობა მექნება განაცემაში, დღეს პრესას წავიყვან მე. მაყურებელი მყავს, მე მაყურებელი არ ამ. გამარჯობათ, დილამშვიდობისა. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ, დილამშვიდობისა. გამარჯობათ, დილამშვიდობისა. მიყვარხართ ძალიან. რა, მეც ძალიან მიყვარხართ. ძლივს დავრეკე, როგორც იყო დაგიკავშირდით, ათენიდან ვრეკავ. ათენში რა ხდება? რა ვიცი, ხვალზევით არჩევნებია და რა ვიცი, ნახოთ. ჯერჯერობით ვართ და. თქვენ ხო არა ხართ მოქალაქე? მოქალაქე ხართ? საბერძნეთში. არა ვარ მოქალაქე, მაგრამ მინდათ ერთ რამეზე დაგელაპარაკოთ. ბრძანეთ. არა, არც დიდი ხანი არ არის რაც ჩამოვედი, მაგრამ ბრძანეთ. მე მასიურად გადევნებთ თვალს, მე მასიურად გიყურებთ, მიყვარხართ ძალიან ყველანი მენატრებით. არანაირი ინფორმაცია არ აქვს აქ ჩამოსულებს და არც აგვაქვს ივანიშვილზე. იქნებ მოგვაწოდოთ. რა გაინტერესებს? როგორმე გაზეთები. თუ გვიყურებთ, მაშინ უნდა იცოდეთ რაც ხდება, ხო? მე მაქვს. მე პირადად გადავცემ ჩემ ინფორმაციას ყოველთვის. მე პირადად მაქვს. მე მგონი არსებობს რაღაც ქართული ოცნების უცხოურ დიასპორასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს. და გაზეთით ჩამოდის, მე მგონი, თუ არ ჩამოდის ივანიშვილის გაზეთი. არა, არაფერი არ ჩამოდის, გავიკითხე ოფისებში, გამორიცხულია ეხლა აი სააგაში. არა. გასაგებია, კარგი, დიდი მადლობა. 2:40:00-30 ჩვენი ტელეფონის ნომერი, მაქვს ორი ვიდეო გამსადებული. ვილაპარაკოთ აკეთურზე და იკითურზე. ალო? გამარჯობა. გაგიმარჯოს. როგორ ახართ? არა გვიშავს. რა მაინტერესებს რა, ადრე დაგირეკეთ და შემპირდით რომ თვალებს მოიწოდით ეთერში და გაჩაჩილაძეს? მაინტერესს კი. მოვიწვევთ. ხა რამე აქტუალური რო იქნება, აუცილებლად მოვიწვევთ. ამდენი ხანი აქტუალური არ ყოფილა რა არის. ჩხობაზე მოვიწვიეთ სხვა შორის. არ არის ჩხობაზე ინტერესი. არა, იგი არის საინტერესო რა, უბრალოდ რაღაცნაირად და კარგი. კარგი. წანების ლობისტი იყო. ალო? ალო? გამარჯობათ. დილამშვიდობის შალვა. მოგესალმებით. როგორ ახარ? რა გვიშავს? შალვა, გუშინდელი გადაცემა შენთან თეარო იჯდა. ესეთი უპასუხისმგებლო პატიმრების შემოსევ, როგორ შეიძლება? აი გავგიჟდი, გავნერვიულდი. ისინი ხო ჩვენი ადამიანები არიან. პირიქით პატიმრებს პატრიარქი და ყველა იძახის და გვერდზე დაუდგეთო და ეს აქაც ყდება, იგივე გადაედო, სედი რაც მინიც გადაედო. ისა? ესე ხო არ შეიძლება, როგორი ის იყო, წუხელი მთელი ღამე არძინებია, ხო, მაგრამ თეატრბერიძემ პრაქტიკულად სამინისტროს პოზიცია დაიცვა, ხო? რა თქმა უნდა და ეგრე ჩვენ ხო უნდა მოვისმინოთ. ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი ადამიანური პოზიცია. ჩვენ ხო უნდა მოვისმინოთ ეს პოზიცია, ისე მოსმენის გარეშე არ გამოვა. თვითონ იმდენი ჭკუა არ ყოფნით, რომ ყავდეთ თეატრბერიძისნაირი თუნდაც პრეს სპიკერები. ერის ქართველი ხალხის სირცხვილე მაგას რო შეეკითხებია. კარგით, მადლობთ. 2:40:00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? სალამ. გინოსალე. რატო იწვევთ და რატო იშლით მერე სამთუთფერიძეს და რა გვარია ის მეორე როა? თავხელიძე კიდე ეს არა ნორმალური ხალხი, ეს სულელები. კარგი, მადლობთ, დიდი მადლობა. 2:40:00-30 ესე იგი იმ მოქალაქეებს ჩემს მსმენელებს, ძვირფას მსმენელებს მიმართა, ვისაც არ მოსწონს რომ თეატრბერიძეს ვიწვევთ
დღეს მისი თანაწამყვანობის ბოლო დღეა, მიმაჩნია, კიდევ ერთხელ მიმაჩნია, რომ განსხვავებული აზრი, თუნდაც ყველაზე მიუღებელი ადამიანისა, თუნდაც იმ ადამიანისა, რომელსაც არც პატივს სცემთ, მიგვაჩნია უბედურებად, ზოგიერთი სატანის კერძაც ეძახის, რაც სასაცილოა ჩემთვის, მაგრამ ყველაზე მიუღებელი ადამიანის აზრიც უნდა ისმოდეს, უნდა იყოს დებატების საგანი, მისი გამონათქვამები, კიდევ თქმა უნდა, თეატურთმერიძე არ არის ვიღაც შემთხვევითი ადამიანი, გარკვეული ჯგუფის შეხედულებებს ის გამოხატავს და ამიტომ საინტერესოა. 2:40-00-30 ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? დიახ. გამარჯობათ. გამარჯობათ, შალვა, დილამშვიდობის. დიახ. შალვა, რა მინდა ჯერ გითხრა. გიორგი თარგამაძე, არიცი რას ეძახიან? რა სახელი შეარქვეს? 21 საუკუნის ფარსადანი. ხო, და კიდევ რა? აი გიორგი თარგამაძეს უფრო მეტი ხალხი ენდობა ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. აი რაი ეგრე გვეუბნება. აი რაი აბსოლუტურად ქართული ხალხის ნებას არ გამოხატავს და საქართველოში მაცხოვრებლების ეს კარგად ვიცით, მაგრამ ძალიან ბევრჯერ შავლება პატივს გცემთ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ თქვენ არ ვიცი, ამბობთ მე ოცნებას ხას უჭერო, მაგრამ რაღაც ხანაირად მიყავთ და აბა იფიქრეთ. რა მიყავს ხანაირად? ძალიან საინტერესოა. აი არ ვიცი, არც ამთავრებინებთ ხალხი რას ამბობს, ხო? აი არ ვიცი. რაღაც უნდა შეცვალოს და არ ვიცი რა. თქვენ დაგამთავრებინებთ რაც გნებავთ ის თქვით. ხო, რა არ მოგწონთ, აბა? აი რა არ მომწონს, ძალიან მომენტებში ისეთი ძალიან კარგი ხარ, აი ამ გადაცემაში, დილის გადაცემაში ხალხს საერთოდ ხო რა, მერე რა, იგი არ არის შილო, უნდა მოუსწვინო, კარგად. რა, აი თქვენ გისმენთ, ბძანეთ, თქვენ ისი თქმა გინდათ. ალო? რატო თიშავენ ხოლმე, როცა ჩაყვები ხოლმე ძირძირობამდე, მე ძირძირობამდე კი არა, შუა გზაში თიშავენ და არ არის კარგი. 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ალო? ალო? გამარჯობათ. შალვა, იცით რა მაინტერესებს? აი ეს აირაი, სად რეკავს, ვის არ რეკავენ? მე ბევრი ახლობლები მყავს, მაგრამ არ უთქვია ჩემთვისო დამირეკესო და არა, ნუ ახლა თქვენ ალბათობა იმისა, რომ თქვენ ახლობელს დაურეკავენ, ძალიან დაბალია. პირდაპირ გეტყვით. მადლობთ. 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ალო? გამარჯობა. შალვა. ამ აირაის და NDI-ის და აი ამ მირეკილი ხალხის ამ ყველაფრის პასუხი მსოფლიოს წინაშე იქნება თუ 26 მაისს მთელი თბილისი გავალთ, სადაც ეს ქართული ოცნება ჩაატარებს აქციას. პასუხი იქნება ყველაფერი, არც არის სადაო ეს აირაი ვესკრა, ისკრა, პასუხი იქნება გასაგების მსოფლიოსათვის. თუ ამემა რა თქმა უნდა სატრანსპორტო საშუალებები არ გათიშეს, მეტრო არ გააჩერეს, ავტობუსები არ გააჩერეს და რაღაც არ გააკეთეს. მაინც მივა ფეხით მივა ხალხი. ხო, თან ზიაზიზი გულმა თქვა რომ მხოლოდ თბილისელებით აპირებდა. აი მარტო თბილისელები რამდენი გამოვართ, არა მაგ იქნება პასუხი ქრისტიან დემოკრატებზე და ასე იმაზე და მოქალაქე და კავშირი ქვია თუ რაღაც უბედურება. კარგით, გასაგებია. 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ალო? გამარჯობათ ბატონო შალვა. გაგიმარჯოთ. მე დღეს უნდა გამოვიდე თქვენი დამცველის როლში. მე ხშირად გეკამათებით, მაგრამ დღეს მინდა დამცველი ვიყო. დიახ. ბატონო შალვა, თეატურთმერიძე ისეთი რაღაცები გითხრა, ლამის გული გამისკდა. ეგ ცალუჯრედიანი ხალბატონი, როგორ უნდა შეგედაროს თქვენ? რომ მოიწევთ? არა, შეკითხეთ რა. თეატურთმერიძის ლანძღვით მე შეუძლია დაწეროს წინადადება. კარგით, მადლობთ, დიდი მადლობა. უბრალოდ თეატურთმერიძის ასეთ ლანძღვით მე როგორ მიცავთ, ეგ არის საინტერესო ხა. არ არის სწორი, ჩემი აზრით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ სრული გაქვთ რომ დამიცოთ, მაგრამ თუთმერიძის ლანძღვით ჩემი დაცვა არ არის, ჩემი აზრით სწორი საქციელი. ალო? შალვა. დიახ. როგორ გეძინა წუხელიება მითხარი? კარგად, ნინოგებო. აბა რო დაქოთა იმ ქალმა იმ ჯოჯოხეთის მაშხალა მისე როგორ იყო ეს? ჯოჯოხეთის ნიგუზალმა. ხო, მაგის პრეზიდენტის სიტყვა ეგა ჯოჯოხეთის მაშხალა, ზუსტად ეგ ქალია რა. და შენს მიმართ არის ეგრე გაწიწმადებული რატო არის? დიანას მიმართ ეგრე არ არის ეგა. ხო და რა ვიცი რა, რაც გინდოდათ მაგის ჩასმა მან დაზიანა კაცო. ხო, ერთი უნდა გითხრა კიდე. თუთიყუში თუთიყუში მინდა, ხო. თუთიყუში ღირ 20 ლარი და გალია 20 ლარი, შვილო 40 ლარი.
მოიყვანე მაგის ფერი, აჭკები უკეთია შენი მას, რა ქვია, თორღვა. რა არის, თორღვა კი აჭკები უკეთია, ანუ სათვალეები, მაგრამ თუთიყუში მინდა მართლა, თუთიყუში. ხო და 20 და 20 ლარი არის კარგი თუთიყუში, ნინოგებო. ხო. როგორ მწვანე ფერის გინდა თუ როგორ? დიდი თუთიყუში მინდა, დიდი, კარგი თუთიყუში. დიდი არ ვიცი ახლა, მაგრამ კანარეიკა კი არ მინდა, თუთიყუში მინდა. აი არა, ან ეგეთი თუთიყუში. ხო, ის არ ვიცი, მაგრამ მე რომ მყავს ესენი ღირს 20 ლარი. ხო. აი. ხო, მოლაპარაკეთ თუთიყუში, კარგი იქნება, ღლონს ვეტყვი. ერთი თუთიყუში არ დავიმსახური, ამდენი ხანია მუშაობ აქ. თავდადებული ერთი პატარა, ერთი არა, პატარა არა, ერთი ჭკვიანი თუთიყუში, რომ ჩავა. გინება არასწავლოთ ოპერატორებო, თორე შევწყვებით. პირდაპირ ეთერში, აბა, შუა გადაცემის დროს. რაღაცას რომ ეტყვის, ხო, გაჭერდით ხო. კაი, აბა. ალო? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ, ბატონო შალვა. გისმენთ. იცით რა არის, ისე ნამდვილად ის ქალბატონი თუთბერიძის, ესე იგი მოწვევა არის ძალიან ესე იგი შეურაცხყოფილი მთელი ქართველებისთვის. ჯერ მედიცინას როგორ ესე იგი უარყოფითად იხსენიებს. როგორ შეიძლება ინფარქტიანი ავადმყოფი, მე თვითონ მედიცინის მუშაკი ექიმების სახლში მყავს, ყველაფერი ესე იგი დაავადებას იწევს, ის ჩაქცევებს, იმ ნაცემებს, იმ რა ვიცი, მოკლედ რა არანორმალურია მაგი ვიღაცა. და ძალიან საშიშია რომ ესე იგი კიდე ხელისუფლებაში არ მოვიდეს ეს სააკაშვილი. აი ამაზე იბრძოლეთ როგორმე. 2-40-00-30 არის ჩვენ ტელეფონი. ეს ნომერი, ალო? ალო? გისმენთ. დილამშვიდობისა. გისმენთ გასალო. ეგეთები ცოტა ტესტიერი რაღაცა ღირს? ხო. $305 ნამდვილი რა, ნამდვილი. ხო, ნამდვილი თუთიყუში. ლაპარაკი რომ ხო, აი თავხელიძეს მაგივრად პასუხი გაგცეს რამე, აი ეგეთი პონტი. ეგეთი მინდა, ხო. ისა. შალვა? ხო. ხო. ძალიან დიდი მადლობა აი სამანტყოფოში რომ სიუჟეტი გამოუს. კარგი რაღაცა იყო და ერთი მითხარი რაჭის რა ავადმყოფობა შეეტაკა ნათელაშვილს, ა? და სიჭინავას უთხარი დიდი მადლობა რა. მართლა კარგად მოსვლა, მაგრამ იმან ხო არის ეს თავხედი კაცია გა. რეები ლაპარაკა, მიშას გაუკვირდებოდა რომ გეგო რეები თქვა ივანიშვილზე. ესე როგორ გაიყიდა თავფეხიანად, კაცო, გამიგია ესეთი რამე და იძახის ერის კაცი ვარო. კიდე კარგია ეგ არ მოვიდა და სააკაშვილი მოვიდა, ღმერთმა დაემყაროს ერთი და მეორეც, მაგრამ ეგ რომ მოსულიყო, ვაიმე ჩვენი ბრალი. კაი. 2-40-00-30 დაარეკედა რაღაცები გითხარით, ალო? ალო? ყავს ვენელი? ალო? 2-40-00-30, ალო? ალო? გამარჯობა შალვა. აგიმარჯოთ. მე გავაკეთე თუთბერიძის და თავხელიძის სინთეზური შედარებითი დახასიათება, ხო? არა. აბა? სინთეზური გვარი პოლიტიკური ნიშნით. აბა? და გამომივიდა თუთხელიძე. მერე? მე მგონი აღარ უნდა ვიღწოთ ენა ცალ-ცალკე ამის ლაპარაკი და მოკლედ მოიხსენიოთ როგორც თუთხელიძე. კარგით. 2-40-00-30 ჩვენ ტელეფონის ნომერია. კიდევ გვაქვს ამ ნაწილში დაახლოებით 7 წუთი, გაზემის ეს ნაწილი კიდევ 7 წუთი გაგრძელდება. ალო? დიახ. აბა? ალო, ჩემი ხმა გესმის? ჩვენი ხმა ისმის ჩვენივრად. რო ისმის. გისმენთ? იცით რა მინდა გითხრათ? ამ თუთბერიძეს პატივი უნდა სცეთ. ჯერ როგორ გალამაზდა. მე როგორი ერთგული ამ მიშასი. დიახ. და როგორც ცდილობს მისი სულელური დასკვნები გაამართლოს. დიახ. ამ ხრივ ეს პიროვნება. აჰა, მადლობა, დიდი მადლობა. კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს. კაცო, ეს ჩვენი ტელევიზიები რა დროს აჩვენებენ? სხვადასხვა დროა თითქმის ყველა არხზე. 1-2 წუთით ცდება, არა უშავს. შეიძლება? არ არის პრობლემა. კარგით, კარგად იღა. კარგად. 2-40-00-30. ალო? შალვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ამას წინათ გესაუბრებოდი 3 დღის უკან.
მე კითხარი მე ვიცავდი მაესტროს და შემაზარეთ მაესტროს ყურება მეთქი, მაგრამ ნუ გეწყინებათ. წუხანდელ გადაცემაზე შალვა, აი რაშია საქმე იცი? თუ გით მივყვეთ თია თუთფერიძის ვერსიას. აი მაინც ხო დამნაშავია ციხის რა თქმა უნდა, უნებრივია, მინისტრი და ყველა, რა თქმა უნდა. ამდენი ავადმყოფობა თუ ადამიანს ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა ციხეში გამწესება მისი? ამაშია საქმე. არა მარტო სხვათა შორის ციხის ხელმძღვანელობა, მოსამართლე რომელმაც მიუსაჯა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, პროკურატურა რომელმაც ეს მოითხოვა. პროკურატურა, სასამართლო. არა, მთლიანი სისტემა არის, ერთია, ერთხელშია ეს, ერთი რეპრესიული მექანიზმია. ამას გეუბნები, ჩემო შალვა. ისი აი ერთი, ბატონო ჩემო, თქვენი სახელი? დავით. ბატონო დავით, აი ესეთი შეკითხვა მაქვს რა. ეგ თქვენი პოზიცია გასაგები და მისაღებია. მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ რომ შემაზარეთ ყურებაო, ხო? ოღონ კონფრონტაციულ რეჟიმში კი არ გეკითხებით. აი არა, გასაგებია. რატომ უყურებთ მაშინ თუ გეზარებათ? ერთი წუთით აგიხსნი, მაშინ ჩემახსნა. ძანეთ, დიახ, ძანეთ. მე მაშინ თუ გახსოვს იმ დღეს გითხარი, თქვენ კიდევ ციხეში იყავით, როცა მე ვიდექი მამუკაღლონთან და ყველასთან ჟურნალისტებთან და ვიბრძოდი მაესტროს. დიახ. შემდეგ ნუცუბიძეზეც არ გამოვკლები ვარ. მე შემიძლია მოვიდე და ვინა ვარ გითხრათ, მე არ ვალავ ჩემ თავს. არა, ამაზე არ არის საუბარი რომ მალავთ. მომისმინეთ, მე იმიტომ ვბრძოლობ, მე ჭეშმარიტად გეუბნები. მე მაქვს გამორთული სხვა არხები. ხო და ეს არის ჩემი ნაბრძოლი, მე ისთვისაც ვიბრძოლე და მინდა ამის ყურება, მაგრამ გუშინდელი კიდევ აი გადაცემა, შენ ნუ გეწყინება, ჩემო კარგო, მე შენს პირადად შენ იმაშან არაფერი არა მაქვს, ძმაო, შენ კიდევ გიმიორებ და გიდასტურებ ჩემს პატივისცემას, ჩემო კარგო. მე განვიცადე, როცა შენ ისეთ სუდად მოგემხრენ, მაგრამ აი ესეთი რამის ყურება, ხო ხედავ რამდენი ადამიანი გიგება. ეს არის ამაზრზე. გასაგებია, დიდი მადლობა. ახალი თაობა გვეუბნება რომ ელათ რუწუმია მაჟორიტარობაზე უარი თქვა, რაც იყო მოსალოდნელი. ელათ რუწუმია ასეთ ნაბიჯს არ გადადგავდა, იმიტომ რომ ნუ თქვიანი ჩემი აზრით. აქ არის ამ ახალ თაობაში ხათმა კალმახელიძის შესახებ სტატია, ჟურნალისტებს არტყილებს ხათმა კალმახელიძე, რომ აი ამ საშინელ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა პატიმარი გარდაიცვალა და სამინისტრო იძახის რომ ეს მოხდა დაავადებების გამო და არა ძამების შედეგად. სამინისტრომ მზადა თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან იძახის კალმახელიძე და ღია იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს საუნწურო პასუხი და ეს დასძენეს სამინისტროში. და გვაფრთხილებენ, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, დასკვნები არ გამოიტანოთ. ძალიან მარტივია, მაშინ ალბათ უნდა მოვახდინოთ ორგანიზება, საჯაროდ უნდა მოვითხოვოთ და მეც ვეთქვი ჩვენ საინფორმაციო სამსახურს ესეთ რჩევას მივცემ, რომ მოგცენ საშუალება დაველაპარაკოთ მთავარ ექიმს ლესბანიცის, დაველაპარაკოთ კურნალ ექიმს, ასევე დაველაპარაკოთ, ნახოთ ჟურნალი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ, ასეთი ჟურნალი უნდა შემდგარიყო როგორც ციხეში შემოყვანის დანის აპრობილეში შემოყვანის შემდეგ ასევე ეს ჟურნალი ყოველდღე ივსება პატიმრის მდგომარეობის შესახებ, ეს ჟურნალიც არის საინტერესო და აი ამ მონაცემების გამოთხოვა უნდა მოვითხოვოთ, იმიტომ რომ თუ სამინისტრო მზადაა სათანამშრომლოდ, უნდა მოგცეს უფლება ჩავწეროთ კურნალი ექიმისთან ინტერვიუ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად და დეტალურად უნდა იყოს ახსნილი. და თუ სამედიცინო კუთხით გადახავს დისკუსია, ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, დამოუკიდებელი ექსპერტი სიტყვის და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ძალიან კაცრად და ძალიან შეიძლება ითქვას მოძალადეების მიმართ დაუნდოვლად, იმიტომ რომ ციხეში პატიმარის გარდაცვალება და მით უმეტეს ესეთი საეჭო ყოველთვის უნდა იყოს ძალიან მკაცრი განხილვის საგანი და რა თქმა უნდა ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს სამინისტრომ და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აგოს კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პასუხი. თუ ამ ადამიანს ეს რაღაცები სჭირდა, რატო იჯდა ციხეში? რატო არ შეეხო ეგრეთ წოდებული აქტიროვკა? რეზონანსში წერია, რომ მამუკა კაცდაძე ამბობს, ალბათობა იმისა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, არსებობს. 29000 ადამიანი ცხოვრობს თავისი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, მაგალითად თბილისში ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან ბაღდადში,
ბათუმში და შეიძლება ეს ადამიანები არჩევნების დღეს არ ჩავიდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილზე და ეს ამ პრობლემას განიხილავს კაციტაძე და რეზონანსი. ვერსია 3 მაისს ქუთაისში ვანო მერაბიშვილის დაცვის ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას. იცით თქვენ რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ვანო მერაბიშვილი ხვდებოდა თავის აქტივს. იქ იყო ჟურნალისტი შესული, რომელიც ცდილობდა რომ ჩაეწერა ეს საუბრები და დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა ამ ჟურნალისტებს. და აქედან გამომდინარე, რაც მოხდა, როგორც განვითარდა მოვლენების შემდეგში, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქ გაზეთ ვერსიაში. 20 საათი კვლევა ოცნებას ხელს უშლისო წერია და ნაციონალური მოძრაობის აქვთ 57%, ქართულ ოცნებას 10 და ქრისტიან-დემოკრატებს 3. და ნდობის მიხედვით რო ის არის ძალიან მაგარია. ნდობის მიხედვით რო კარგამაძე უსწრებს ივანიშვილს, ეგ საერთოდ კომიკურია. კარგით, ვაგზელებთ ჩვენს ზარებს, რამოდენიმე ზარს კიდევ მივიღებ და ბატონი დათო თევზაძე უკვე მოსულია სტუდიაში და შემდეგ მოვიწვევთ. ალო? სად მოხდე? სადაც რეკავდით, სად რეკავდით? მაესტროში. კი. ვის გამოვედით დღეს და რა უნდა გითხრათ, მე გმინდა განცხადება გავაკეთო. კანადაში კატასტროფა რომ მოხდა და სამი რო დაიკარგა და ერთი რო დააღუპულია. თუ იცით, თავრობამ განაცხადა უარი გადმოსვენებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიცვალებულების, საქართველოს მოქალაქეების? დიახ, საქართველოს მოქალაქე არის 1 გარდაცვლილი, 3 დაკარგული. და ამ ცხედრის გადმოსვენებაზე უარი განაცხადა თავრობამ. უარი განაცხადა გულისხმობთ არ დააფინანსებს. არ დააფინანსა, დიახ. ოჯახს არ აქვს საშუალება. აი ვეკითხები საქართველოს მოქალაქე იქ უნდა დარჩეს? აქვს თუ არა ვალდებულება კანონით სახელმწიფოს, ეს ძალიან საინტერესოა. თუ ვალდებულება არ აქვს, მაშინ თავსავსებით შეიძლება უარი თქვას ასეთ რაღაცაზე. გასაგებია, მაგრამ როცა ოჯახს საშუალება არ აქვს, მაინც შეიძლება საქართველოს მოქალაქე ხო შეიძლება მდგომარეობაში შევიდნენ. თუ ესე განცხადება რო გააკეთეს, რომ ქვეყანა აი ამ სიტყვებით ქვეყანა იღუპება, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს არ გვაქვს იმის სახსრები, რომ გადმოვასვენოთ ხოლმეო. ამ ეტაპზეო და შეიძლება ესეთ განცხადება გააკეთონ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მესმის ეს ძალიან მძიმეა მოსასმენად და ჩვენთვისაც ყველასთვის და ჭირისუბლისთვისაც, მაგრამ თუ არ ევალებათ კანონით სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ კანონით უნდა მოქმედებდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ევალება. კეთილინების შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს. კი, კეთილინებაზეა დამოკიდებული. არა, არ არის კეთილინება და კი. რაც თვითონ ევალებათ თუ არ ევალებათ, ყველაფერს უაკეთებენ და ჯიბის ფულად არ უდევთ ის თანხა ზუსტად რა თანხაც არის საჭირო გადმოსვენებასთან დაკავშირებით. მადლობთ, დიდი მადლობა. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონო შაბა, იცით რა მაინტერესებს? აი ჩვენ ნაციონალურ არხებზე რო კონტრაქტი დაუდეს ჟურნალისტებს. მოაწერეს ხელი ამ კონტრაქტს, ვიცით? კი, რა თქმა უნდა. რატო არ მოაწერეთ? რატო არ მოეწერეთ? ხო და თუთიყუში რაც გინდათ, მოიწვიეთ. არ მოდიან. მალე წამოვლენ ისინი. არ მოდიან. მადლობთ, დიდი მადლობა. 240-0030 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. რა მინდა გთხოვა შალვა, როცა რეკავენ დააცადე აზრის გამოთქმის და სულ შენ ლაპარაკობ ხოლმე, ძალიან მეკითხო, აზრი დაამთავრებინე. კიდევ რამე თხოვნა ხომ არა გაქვს? ალო? ალო? აზრის გამოთქმა 240-0030. აი, ეხლა ვატარებ ექსპერიმენტს, ყველას ვაცლი აზრის გამოთქმას. 240-0030 დარეკე და რაც გნებავთ, რამდენი ხანი გნებავთ, როგორც ეხლა ჭკუასთან ახლოს დროის განმავლობაში ილაპარაკეთ. ალო? და. ალო? გისმენთ? მე გისმენთ, რა გნებავთ? რა აზრის გამოთქმა გსურთ? მე მინდა რომ სავა შევეკითხო. ისა სავა იყო სოფელ ჭორგილაში, ხო?
მე ვარ, მე შალვა, პირველ პირში. ესე იგი ჭორბულაში იყავით, ხო? კი, გახდით. აბა რა ნახეთ, ის достопримечательности არის თუ არა იქ ძეგლი შინ მოუსმენთან. არ მახსოვს, არის? უნდა იყოს, მაგრამ თუ არის მეთქი. მე მთელი ჭორბულა არ დამითვალიერებია და. კარგი, აბა მოკლედ მე გილოცავ თქვენ 9 მაისს. მადლობთ. გამარჯვების დღეს. მადლობთ. 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? შალვა, გამარჯობა. გამარჯობა. თეატრ უნდა მოიწვიო, უარესები უნდა მოიწვიო, ისეთ. ტელევიზორს ჩაუწიეთ, ტელევიზორს. ხო, უფრო კარგით ვით უნდა მოიწვიოთ, ხან შალვა უნდა მოიწვიოთ, ხან და ხალხმა უნდა დაინახოს კერხებით რო გამორეცხილი ვინ არის რა. უფრო კარგით თქვენ ვინც უნდა მოიწვიოთ და ვეცა მას რო ხანთია უნდა მოიწვიოთ და კიდევ რომლებიც ცხრის თავში გადაცმული ისინი გლები აი ეგენი თქვენ კარგად უნდა მოიწვიოთ და ზოგადად ბიოში მიმდინარე პროცესებს ალბათ ვერავინ დააჩქარებს და ვერ შეანებს მე და ხედავ. ალო? 2:40-00-30 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ალო? ალო? ეთერში ვარ. ეთერში ხარ, დინ ლაპარაკ. ეხლა ცოტა იუმორით თეა თუთბერიძეზე. მაგაზე სერიოზულად ლაპარაკი სრულიად შეუძლებელია. თეა თუთბერიძემ თავი მოიკლა, ვიდრე არ დაემსგავსა ყველა სხვას და გუშინ მთელი საღამოიძახა თქვენგან განსხვავებით, თქვენგან ეხლა უკვე ცხოვრების იმ ეტაპზეა, რომ მანამდე თავს იკლავდა რომ შენ დამსგავსებოდა და ეხლა თავს იკლავს რომ შენ არ დაგემსგავსოს. ეს ერთი, მეორე. ვის მე უკაცრავად? ბატონო, ვის? მე? თქვენ და თქვენისთანებს რომ დამსგავსებოდა. რატო? გაშიფრეთ თუ შეიძლება ვერ გავიგე რას და. რა ვერ გაიგეთ? ჩამოვიდა ფუთიდან და თავი მოიკლა დამსგავსებოდა რამიშვილის ნაერებს და გამხდარიყო უკეთესი. რომელი რამიშვილის ნაერებს? ლევან რამიშვილი თუ? თქვენ. შალვა რამიშვილი. რანერტო დამსგავსებოდა თეთუთბერიძე მე. აი ეს თვით. შესეთ ფუთიდან არ ჩამოვიდა, ზესტაფონიდან ჩამოვიდა, მაგრამ ზესტაფონიდან არა, ფუთიდან არის ჩამოსული, სოფელი ფუთა. კარგით იყოს ფუთიდან. მე რა პრობლემაა? არა, პრობლემა ფუთა არ არის, კაცო. პრობლემა არის თვითონ. თავი მოიკლა, ვიდრე არ დაემსგავსა სხვებს. იმიტომ რომ იცოდა რომ არ იყოს სხვისნაირი. ეხლა უკვე თქვენგან განსხვავება უნდა. უკეთეს კარგია პროგრესია. პროგრესია ნამდვილად სახელია. ეს მეორე. თქვენ გადაცემას იმისთვის აკეთებთ რომ გვირჩიოთ რომ არ მიყუროთ რა პრობლემაა გადართეთო. არა, მე გეტყვი თქვენ რა შეეძით საქმე. საერთოდ ტელევიზიაში წესი არის ასეთი რომ. და საერთოდ რატომ მარტო წელიწადში თუ რაღაც ძალიან გაღიზიანებს ან არ გაინტერესებს, ხო? არა, ეს ძალიან კარგად ვიცი. იმას არ უყურებ უბრალოდ. აი არც მახსოვს, მაგალითად ნანუკა შოუ არა მაქვს ნახე. არ მაინტერესებს, ან მაია ასათენის პროფილი. უამრავი რამე არა მაქვს ნანა. ხო, არ მაინტერესებს, არ ღელავ, ანუ იქ მოწვეული სტუმრების შესახებ არ ღელავ. ეხლა თუ გიყურეთ, მაშინ ტელევიზორი უნდა გადავაგდო ფანჯერიდან. რატომ? აღარაფერს აღარ უყურებ. არა, მარტო მე ხო არა ვარ მაესტროში, ხო არ კიდე სხვა ვიღაც. ნუ ახლა ძირითადად თქვენ ახართ ამ მაესტროში. არა ვარ. და კიდევ ერთი, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიუმართო შალვა ნათელაშო. ეს იყო დემაგოგიის და თავხედობის აი კლასიკური მაგალითი გუშინ მასტერ კლასი ჩაატარა ვისაც ვინც არ იცის რა არის დემაგოგია და თავხედობა აი შეხედეთ გუშინ და გადაცემას მსგავსი არაფერი მომისმენია გამიგონია მადლობთ თეასიჭიდან კარგად ზანდებოდეთ ჩვენ ბატონ დავით თევზაძეს ველოდების სტუდიაში მანამდე რეკლამას უყურებთ ერთად ბატონი დავით თევზაძე გვესტუმრა, მოგესალმებით ბატონი დავით, როგორ დავდე სტატუსი, თქვენ იქნებით ჩემი სტუმარი, რა უნდა ლაპარაკოთ, თქვენ გაქვთ ესე იგი შერჩენილი სახელი, როგორც ძალიან სიტყვა ძუნწი ადამიანის, მაგრამ დღეს ჩვენ ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკებთ, თქვენ სფეროზე, თქვენაც მოგწონდა რაც გიყვართ და მე მგონი როცა სიტყვა ძუნწი იყავით, ამას ქონდა რაღაც გარკვეული ახსნა, სათქმელიც ხშირად არ ქონდათ არაფერი. მე მახსოვს თქვენ რომ ამოიგმინეთ, რითი ჩამოყარო. იყო ხო ეგ? გამწარდით ხო მაშინ? გამეტყო? კი.
ნუ ძალიან ბევრი შეგეკითხე ჟურნალისტებაში გადამეტარებით. არა, არ ჩანდა. შეკითხვა იყო. არ ჩანდა. ბევრჯერ გკითხე. სუდროს დასმული. ბევრჯერ გკითხეს. კარგით. მოდით ვილაპარაკოთ ომზე როგორც ასეთზე. მე მიმაჩნია, რომ სამხედრო მეცნიერება არის ზუსტად იგივე რანგის მეცნიერება, რაც ნებისმიერი სხვა, უფრო რთული, უფრო კომპლექსური და იმისთვის, რომ სწორა გააწყო ამ მეცნიერების მიხედვით შენის სამხედრო დოქტრინა, საჭიროა საერთოდ ჯერ კონდეს განვითარების დოქტრინა და სამხედრო დოქტრინა იყოს მისი შემადგენელი ნაწილი. ჯერ უნდა იცოდეს საით მიდიხარ, რა გინდა და მერე უნდა იფიქროთ ჯარზე და არა პირიქით ძალიან ჯარი გჭირდება, ამაშენოთ ჯარი, ვიყიდოთ ეს იარაღი, ამ იარაღით ეს იარაღი შევიძინოთ, ეს გადავაგდოთ, ანუ გაუაზრებლად იმოქმედოთ. გეთანხმებით თუ არა? გეთანხმები ახლა, ამით ამოვწურო ეს პასუხი? არა, არ უნდა ამოვწუროთ, იმიტომ რომ მეორე შეკითხვაც მოდის აქ. კარგი, მაშინ მეორეც. მეორე შეკითხვა ისეთია, რომ აი თქვენ სამხედრო ხელოვნების მიხედვით რა დოქტრინებზე შეიძლება ვილაპარაკოთ სოფლიოში არსებულ რა დოქტრინებზე და როგორ არის ეს დოქტრინა დამოკიდებული პოლიტიკურ კურსზე? კარგი, დავიწყოთ პირველი შეკითხვიდან, ესე იგი. ზოგადად, როდესაც თავისი არსებობის გარიჟზე კაცობრიობამ აღმოაჩინა, რომ უკეთ გადაირჩენდა თავს თუკი გარკვეულად ერთად იმოქმედებდა და პირველი დაპირისპირების სფერო მას ბუნება ჰქონდა. შემდეგ ცხოველთა სამყარო, მერე თავისნაირები, ხო? კი. ნუ ამ ეტაპზე ომი როგორც ასეთი, როგორც ჩანს, იყო გადარჩენის ინსტრუმენტი გარკვეული ტიპის საზოგადოებებისთვის, ის რომლებმაც შეძლეს თავის შენარჩუნება, შემდეგ ქმნიან ცივილიზაციებს. მაგრამ ომზე ლაპარაკი აქჯერ ჭირს, იმიტომ რომ სივრცე არის ბრძოლის ველი. ომი ხშირად წყდება რამდენიმე ჰექტარზე, ომის ბედი და სახელმწიფოს ბედიც, ხო? ამიტომ გარკვეულწილად ცდილობენ, რომ ამ ეტაპის ომებზე არ ილაპარაკონ როგორც ომებზე, ასე ვთქვათ, სანამ რეალურად ის რაც შენ თქვი, პოლიტიკა არ ერქვა. საქმეში სახელმწიფოს უჩნდება კიდე სხვა რაღაც ამბიციები, რაღაც მოთხოვნები. ძალიან დიდი დრო დაჭირდა ადამიანს იმისათვის, რომ გაეაზრებინა შემდეგი რომ ის რომ წინ წავიდეს რეალურად, მას ჭირდება უსაფრთხო გარემო. აი ამ უსაფრთხო გარემოს ჭირდება უზრუნველყოფა. იყვნენ ნომადებიც, მომთაბარეებიც, რომლებსაც უსაფრთხო გარემოზე კი არა, ექსპანსიაზე ფიქრობდნენ. მათ თავიანთი დოქტრინა ჰქონდათ. გააჩნია ხედვას ამ ნომადებისას. ნომადები რა სივრცესაც იკავებდნენ და ძირითადად აზიის სივრცე იყო. ხო. იქ სადგურდებოდა მშვიდობა, ვითარდებოდა ვაჭრობა და ეს დიდი გზა აბრეშუმის ბიზანტიიდან ჩინეთამდე, ხო? სწორედ იმით იყო გარანტირებული, რომ კაგანატი არსებობდა. ისრის ისტორია ჩვენ ძალიან ბუნდოვნად ვიცით. თქვენ რომ ნახოთ ჩინგისხანის დღიურები, რომელსაც ის კარნახო. მისი იდეალი იყო, რომ მთელი სივრცე, რომელსაც ის იპყრობდა, ქარავანებს მშვიდობით ევლოთ. ეკონომიკურად რას აკეთებდა, ხო? ეკონომიკისთვის იყო ეს. ფაქტიურად, ხო? მე რის თქმა მინდოდა, აი უსაფრთხო გარემოს ჭირდება უზრუნველყოფა. დიახ. ახლა რაღაც მომენტში ეს უზრუნველყოფა იყო უბრალოდ ძლიერი ჯარი. ხო? დრო იცვლება და შესაბამისად დღეს ესე არ არის. ძლიერი ჯარი არის გარკვეულწილად დანამატი ამ უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ინსტრუმენტებია, პოლიტიკური. პირველ რიგში მე მივაქცევდი ყურადღებას თვითონ მექანიზმს, როგორ იდება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში როგორ ასწავლიან დღეს გარკვეული ტიპის სასწავლებლებში საზღვარგარეთ, როგორ უნდა აიგოს პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მხედველობაში. ეს არის დგინდება რა ღირებულებისთვის არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო ემსახურება ერთს, მან განახორციელოს რაღაც დოქტრინა, იდეალი, ეროვნული იდეალი. ამის მერე ხდება იმ ინტერესების გამოკვეთა, რომელიც ამის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს. დიახ. ხო? და ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე ინტერესი და მიზანი ერთმანეთთან.
ეგ ეს საინტერესო რაღაცაა. მიზანი არის ღირებულების განხორციელება, ინტერესი რა უნდა იყოს საერთაშორისო გარემო, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. აი ეს აღრევა ხშირად ხდება და ჩვენ დოქტრინაშიც სამწუხაროდ ეს იკითხება. იმ დოქტრინას გულისხმობ. აქედან გამომდინარე თქვენ ამბობთ რომ თვითონ მილიტარისტული კომპონენტი ხდება, არა, მილიტარიზმის კომპონენტი ცოტა მერია. ამის შემდეგ ხდება გარემო სტრატეგიული შეფასება, ეგრეთ წოდება. გარემო, ხო. აი უკვე აი აქ დანახული რისკებს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ რისკი სხვა საზომია. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ ინტერესის განხორციელება, ამის მიხედვით უნდა აიგოს გარკვეული ტიპით მიდგომები. ხოლო ამ მიდგომების მხარდასაჭერად ზოგჯერ საჭირო ხდება შეერაღებული ძალის გამოყენება. ზოგჯერ. და ითვლება რომ უკიდურეს შემთხვევაში. აი ამის შემდეგ შეიძლება უკვე ვილაპარაკოთ ჩვენ სამხედრო ხედვაზე და დოქტრინაზე. და ბუნებრივია ამის მე დოქტრინას ჩვენ ცუდად ხმარობთ ამ სიტყვას. დოქტრინა როგორ იქცევა ჯარისკაცი ბრძოლის ველზე. როგორ იქცევა მეთაური გარკვეულ თეატრზე, საბრძოლო სივრცეში. ის რასაც ჩვენ მივეჩვიეთ დოქტრინა მეძახოთ, იმას სტრატეგიას ეძახიან. აი საბჭოთა კავშირს, რომელიც იყო სუხაპუტная держава, ქონდა დოქტრინა, რომ მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში სატანკო არმადები გადავიდოდნენ ევროპაში და ძალიან მალე რამოდენიმე დღეში მიაღწევდნენ ატლანტიკის ოკეანემდე ამერიკის შეერთულ შტატებს, რომელიც საზღვაო სამხედრო ძალების სიძლიერით გამოირჩევიან, ქონდათ სხვა დოქტრინა, ცივი ომის დროს ეს ცხადი იყო. მას შემდეგ გამოხდა ხანი, ამერიკა დარჩა ერთპოლარულ ლიდერად, ჯერჯერობით ასეა და თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი შემთხვევაო, აი სწორედ ამერიკის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქმედებებში არ გამოიკვეთება ეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ კონფლიქტში იგი სამხედრო ძალის ამ ბოლო დროსაც სამხედრო ზუსტადაც რომ სამხედრო ძალით ჩართულა. ეგეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ქვეყანას სოფლიო პლანეტას არა მარტო ამერიკის ეკონომიკა აკონტროლებენ, უფრო აკონტროლებს ფლოტები, რომლებიც განლაგებულები არიან სტრატეგიულ ადგილებში. ასეთი ფლოტილი არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ეთანხმებით თუ არა ასეთ მოსაზრებას? დავიწყოთ იქიდან რომ გეთანხმები იმაში, რომ ძალიან ხშირად კონფლიქტები, რომლებშიც ამერიკამ თავის თავი აღმოაჩინა. ჩართული, ხო. იყო სტრატეგიული შეცდომა. სტრატეგიის თვალსაზრისით იყო შეცდომა, თუმცა ნაკარნახევი იყო პოლიტიკური მიზანსაძებნობით? არა, იმ ინერციით, რომელიც მას გააჩნდა ცივი ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის მერე ამერიკაში შემუშავდა ხედვა, სამხედრო ხედვა, რომ მას უნდა კონდეს შესაძლებლობა ენერგო რესურსებთან უპირობოდა წვდომის. იმიტომ რომ ეს ენერგოსმიერი, ხო, ეს სხვათა შორის ამ ანალიზის ერთ-ერთი ის იყო კომპონენტი, რომ გაანალიზეს, რატო ვერ ამოქმედა ჰიტლერმა ის პოტენციალი, რომელიც მას ომის მიწურულსაც გააჩნდა. ნავთობი არ ჰქონდა. უბრალოდ სატანკო არმიები იდგა. კი. ახალ ტანკებს აწარმოებდა ვერ მიდიოდნენ. აქედან გაკეთა ასეთი დასკვნა. აქედან გამოიკვეთა მე ასეთი ხედვა, რომ ამერიკისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი. არა, დედამიწის ყველა ის წერტილი, სადაც შესაძლებელია, რომ ეს რესურსი არსებობდეს და თუ კი აქ ამერიკის ასე ვთქვათ, თავისუფალ მისვლას და ამ რესურსის თავისუფალ წოდომას საფრთხე ემუქრება. თუ კი საფრთხე ემუქრება, ეს არის ამერიკისთვის სასიცოცხლო ინტერესი საფრთხე. ანუ და დოქტრინა, რომელიც ჩამოყალიბდა განსაკუთრებით ვიეტნამის შემდეგ, ხო? მაგას ვაინბერგერის დოქტრინას ეძახიან. როდესაც ინერციით, როგორც და დღეს მომარა, დღეს მე მგონი მაინც და მაინც ყველა პუნქტი არ არის ამოქმედებული გარდა პირველისა. სასიცოცხლო ინტერესი თუ კი საფრთხეშია, ის იწყებს შეერაგებულ. საქართველოს არის თუ არა ამ სასიცოცხლო ინტერესების სფეროში? ამ კუთხით გეკითხებით. ამერიკა ალბათ მათ უნდა ვკითხოთ უფრო. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით კასპიის ენერგორესურსების გატანის სხვა საშუალება
თქვათ ამ წუთში გარდა იმისა რომ საქართველოს გამოიაროს ამან იმიტომ რომ აზიისკენ ვერ გადავაეგა ირანი დაკეტილია შეერთებული შტატებისთვის მას რჩება ხო აი ეს კორიდორი რუსეთზე დამოკიდებულება რომ თქვათ მოიხსნას ამ სფეროში ანუ ეს არის მნიშვნელოვანი მაშინ მისთვის ეს მნიშვნელოვანი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელებისთვის ეს არის შეიძლება ასე ითქვას ამ იმაში ესე იკვეთება შეიძლება ეს იყოს ყველაზე ბატონო ეხლა მაშინ საქართველოს დაუბრუნდეთ თქვენ ზანებთ რომ აი და სავსების სწორად უნდა გამოიკვეთოს ეროვნული იდეალი რა გვინდა საერთოდ როგორი ქვეყანა გვინდა და მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს ჯარიც ეკონომიკური პოლიტიკაც საინფორმაციო პოლიტიკაც ამ იდეალის მსახური ბუნებრივია ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ჩვენი იდეალი ევროატლანტიკური ნატო და ასე შემდეგ ფიქრობთ თუ არა რომ ამდენი პრობლემა რუსეთთან ამდენი დავიდარება აი ძალიან საინტერესო საკითხს გისვათ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ერთხარეს გადავიხარეთ და ეს ჩვენი მიზანსწრაფულობა რეალობას შესაძლებლობებს არ ემთხვევა ანუ ჩვენ არ შეიძლება ასე იქით ვიყოთ იმიტომ რომ სულ იქით რომ ვიყოთ ჩვენ არ ვიქნებით დაცული შალვა მე უფრო საინტერესო პასუხს გაგცი ბატონო მე არ ამგონია რომ ქართველობა როცა ჩაისახა როგორც ქართველობა მის იდეალი ყოფილიყო ნატოში ინტეგრაცია ნატო არ არსებობდა და ეს ამდენი საუკუნე აი ამ ერის არსებობას რაც განაპირობებდა იქ რა ცვლილება მოხდა რა ღირებულება შეიცვალა ნატოთი ნატო მე უბრალოდ მგონია და ნატოსთან ურთიერთობა და ევროკავშირთან ასეთი წიაღსვლა გარკვეულწილად მე მგონია ინსტრუმენტი იმისა რომ ქართველობა შეინარჩუნოს შემდეგ სივრცეში შემდეგ ისტორიულ სივრცეში თავისი თავი ხო როგორც ამას ახერხებდა ამ საუკუნეების მანძილზე ზოგჯერ ხმლით ზოგჯერ დიპლომატიით იმით ხო უშველებელმა იმპერიებმა გადაიარა ჩვენ თავს ჩვენი კულტურა არ დაზიანებულა ისე სასიკვდილო ანუ იდეალია ეთყობა სხვაგან უნდა ვეძებოთ ისევე როგორც აი სხვათა შორის ეს არის ძალიან ისეთი რთული ადგილი ჩვენ ღირებულებების სკალა ჩვენ დაყვანილი გვაქვს ოფიციალურ დოკუმენტებში ყოველ შემთხვევაში რეალურად იმ ინსტრუმენტების დონეზე რომლებიც არ შეიძლება იყოს ღირებულებები ხო მაგალითად წერია რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ჩვენი ღირებულება. ჯერდი კანონის უზენაესობა იგულისხმება დემოკრატიაში. მაგრამ დემოკრატია არის ფორმა არსებობის. სავსები შესაძლებელია მაშინ ამბობ რომ მონარქიული წესრიგება რომ იყოს. ამიტომ მე ვამბობ ჩვენი ღირებულებები ჯერ კიდეც ამათი საგნათაც არ გაგვიხ. თავის დროზე ილა ჭავჭავაძემ დაინახა რაღაცა. და ეს ცნობილი ფორმულა ენა მამული სარწმუნოება სხვათა შორის კარგად კრავს იმას რასაც ის ხედავდა. მაგრამ დააკვირდი პირველ ადგილზე მას აქ ენა არის ცნობიერება. კი, რა თქმა უნდა. ეს არის გარკვეული შრე რომელიც გატარებს. ინახავს ყველაფერს, აი იმ საინფორმაციო შენი სამყაროს ხედვის გარკვეული ის არის, ხო? რატომ გაღარიბდება საქართველოს გარეშე მსოფლიო? იმიტომ რომ ქართულ ენაზე ვერავინ ვერ აღიქვამს სამყაროს. ქართველების გარდა და ქართველები თუ არ ვიქნებიან? აი ესეთი ის არის, ხო? ახლა მე არ ვამბობ რომ ზუსტად ეს ავიღოთ ღირებულებებად. მაგრამ უნდა მოიძებნოს რაღაცა და თან ყველაზე მთავარი ამის ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. ამერიკისთვის ამ მხრივ არის ადვილი. იმიტომ რომ ამერიკა შეიქმნა როგორც გარკვეულ თავისუფალ ადამიანთა ურთიერთობა. კი. ხო? წარსულის არ მქონია. და თვითონ წარსულის დაივიწყეს წარსული და წარსული უნდა დაევიწყეს. დაევიწყებინათ მოვიდნენ ახლის ასეთნებად. მათი იდეალი არის ეს თავისუფლება, რა თქმა უნდა. მათი იდეალი არის თავისუფლება, ბუნებრივია და მათი იდეალია რომ ეს თავისუფლება იყოს გარანტირებული დემოკრატიით. კი, კი. ამიტომ ეს მათ კონსტიტუციაში უდევთ. კი და იბრძვიან ამას. ახლა მე როცა ვიწყებ უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობას, მე თუ დავიწყე იმ დროს იდეალებზე ფიქრი, მაშინ მე სხვა დარგის სპეციალისტი უნდა ვიყო. ფილოსოფოსი. სულწოთა. სულიერი მამა უნდა იყოს, ხო? ამიტომ ჩვენ თუ გვაქვს რაღაც იდეალები თავში, ეს არ არის გამყარებული არც კონსტიტუციით, არც ასე ღრმა და არ ფიქრობ ჩვენ სხვა შორის. მე ეგ არის ცუდი. აი მამარდაშვილმა დაიწყო ლაპარაკი ამაზე, ნუ იცით რა რაც მამარდაშვილი და მე მეგობრობდით ძალიან ბევრი წელი. ხო და ეგ არ ყოფილა, ეგ თქვენ როცა იყავით დატოვის მინისტრი ამ საკითხს აღენებდით? თუ რა გეტყვი ჩვენ გვქონდა გარკვეული ურთიერთობები შევანაძე ხდებოდა ამ ამბავს რომ ეგ საჭიროა? გურარიც ის რომ მაშინ კონცეფცია ვერ დაიდო სწორედ ამით იყო გაპირობებული, იმიტომ რომ ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს.
რის გარშემო უნდა ვილაპარაკოთ. რის გარშემო ვაკეთებთ სახელმწიფო. რას ვაკეთებთ საერთოდ? ამის ხედვა სხვა დაწესებულებებიდან სამწუხაროდ ეს გაგებას ვერ ხვდებოდა და მარტო არმია ამას ვერ გააკეთებს. არა, არმიის საქმე არც არის. არც არის, რა თქმა უნდა, უნებრივია. არმიას უნდა უთხრა, აი შენ დაიცავ ამ ღირებულებას. ძალიან მკაფიოდ თან. ძალიან მკაფიოდ. თან დაცვაც ძალიან ისეთი ტერმინია, რას ნიშნავს დაცვა? მხარს დაუჭერ პოლიტიკას. ეგ შეიძლება ბრძოლა დაგჭირდეს დასაცავად, ეგ შეიძლება ბრძოლა დაგჭირდეს დასაპყრობად, ეგ შეიძლება ბრძოლა დაგჭირდეს უბრალოდ შენ თავთან, საკუთარ თავში, იმანენტური ბრძოლა და ასე შემდეგ. თან ბრძოლას ბევრი ნიუანსი. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ მესმის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ამას არ შევდივართ ამ საკითხებში. ჩვენ ამირჩიეთ ერთი მტერი რუსეთი, რომლის ექსპლუატაციაც მიდის აი ამ ტრის ხატის და სადამდეც მივედით, სადამდეც გავიდნენ ფანტაზიებში ჩვენი ხელისუფალნი თუ მათი მხარდამჭერები, ნახეთ, როცა ხალხს ქონდა, სერიოზულად ქონდა იმედი, რომ რუსეთის მოუგებდით ომს. ეს იყო ესეთი განწყობა, ხო, მე ჩემდა გასაოცრად. და მივიღეთ ის, რომ ომი კი არ მოვიგეთ, რაღაცნაირი აი დიდი სულიერი ტრავმა მივიღეთ ჩვენ ქართველებმა ამის შედეგად. დავიწყოთ აქედან, რომ პოლიტიკა არ არის პირადი ურთიერთობების სივრცე. არამედ სახელმწიფო ინტერესთა ურთიერთ შეთანხმების მოძებნის სივრცეა, ხო? სიტყვები მტერი, ბოროტი, ანუ ის, რასაც ზნეობრივ იმასთან უფრო მეტი შეხება აქვს შრესთან ჩვენი ცნობიერებისა, პოლიტიკაში რეალურად არ იხმარება. პოლიტიკაში იხმარება ერთი კონკრეტული სიტყვა, არა, ინტერესი. ხო, და შემდეგ ძლიერი სუსტის დიქოტომია, და მოჭრა. ძლიერი სუსტი და უნებრივია ეს ლაგდება და რეალ პოლიტიკაში მithumetes. ინტერესმა არასდროს არ იცის მტერი. იმიტომ რომ დღევანდელი მტერი ხვალ აუცილებლად მეგობარი ხდება და ყოფილა ასეთი შემთხვევები. ყოფილას გარდა საიდანაც დაიწყო სამხედრო სტრატეგიაზე აზროვნება სუნძის სიგნევა მხედველობაში. ხო. აი იქიდან მოყოლებული ესეთი დიდი ესეთი რჩეული გონების მწერლები სამხედრო დარგში ყოველთვის ამას უსვამენ ხაზს. კი ბატონო. ხარა იმის გამო რომ მე-13 საუკუნეში მონღოლების ურდოები აქ შემოვიდა, ჩვენ მონღოლებთან ურთიერთობა არ უნდა ვიქონიოთ. თურქებთან თუნდაც აგერ. ნებავთ გერმანია, რუსეთი აიღეთ. ხო. ხო. ნებავთ ინგლისი, საფრანგეთი აიღეთ. მაშინ სხვა ინტერესები იყო, სხვა სამყარო, სხვა მსოფლიო. მაშინ ეძებდა ერები თავის თავს. გეოგრაფიაში ეძებდა დუღდა ესე იგი. საზღვრები იყო მნიშვნელოვანი. ანუ სასიცოცხლო სივრცისთვის მნიშვნელოვანი იყო ტერიტორია და არა სხვა რამდა. როცა სამყარო კომუნიკაციებით შეიკრა პლანეტა. რიშელიამ ძალიან საინტერესო ის. მან ზუსტად დაინახა ის საზღვრები, რაც მიცემდა საფრანგეთს გამყარების სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. კი. და ყველაფერი გააკეთა, რომ იმ საზღვრებში მოექცია საფრანგეთი. და აქედან გამომდინარე ჩვენი კოტე რომ ვიტიროთ და წირსაც ქეთოთ წაუღიო რო ითქვა. მაშინ რა იყო მთავარი ჩვენი შეცდომა? ანუ რა ვერ მე შორსა ვარ იმას თქმა რომ იმას ცუდი გაკეთება უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ან ღალატი ან მსგავსი რამ. მაგრამ შეცდომა რა იყო აი თავარი. როცა ჩვენ ომი დავიწყეთ არა. როცა დავიწყეთ ახლა ძალიან კიდევ საკამათოა. როცა ჩვენ დავიწყეთ არმიის ისე განვითარება როგორც განმავითარეთ ძალიან დიდი ფული რომ ჩაიდო არმიაში, მაგრამ ჩემი აზრით გაუაზრებლად შეძენილი იქნა სრულიად ჩემთვის მე არა ვარ სპეციალისტი ამ საქმეში, მაგრამ არ იყო ახსნელი, რა საჭირო იყო ამდენი ტანკი, ამდენი უპილოტო თვითმფრინავი, ამას ხო დასაბუთება უნდა? ხო, აი თავად გასაგებია, სამწუხაროდ აი ჩვენი ხედვა ომისა არ გაცილებია წინა საუკუნის შუა წლების ხედვას. მე არ ვიცი რითია ეს გაპირობებული, იმით არის გაპირობებული, რომ უბრალოდ თანამედროვე სამხედრო თეორიაში რაც იქნება, ამის ინტერესი არ არსებობს საზოგადოებაში. თუ უბრალოდ იმ კინოსურათების ზეგავლენით, რომელიც ჭარბად არის ხო და გარკვეული იმისკენ გიბიძგებს ხო? სატანკო არმიების ეპოქა ჩაბარდა წარსულს როგორც კი აღმოჩნდა, რომ მასობრივი განადგურების საშუალებათა გადატანა შესაძლებელია ძალიან ადვილად. ყოველთვის არ იყო ეგ შესაძლებელი.
ხო? თუმცა შეიძლება ერთ ზარბაზანმა გაისროლოს არაჩვეულებრივი ავტორი ვან კრეველდი სხვათა შორის, რომელსაც აქვს ორი ძალიან კარგი ნაშრომი 90-იან წლებში. დაწერილი სხვათა შორის, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები მსხვილმასშტაბიან ოპერაციას ატარებდა კუვეიტის გასან თავისუფლებლად, აი მაშინ გამოჩნდა მისი წიგნი ომის ტრანსფორმაცია. დიახ. და დასკვნა, რომელიც ამ წიგნიდან შეიძლება გამოიტანო, ხო? ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და შეიძლება ტრაგიკულიც აღმოჩნდეს. იმიტომ რომ იმ პროცესებში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გლობალიზაციას გულისხმობ, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ შეიძლება ყოველდღიურობაში არ ვგრძნობდეთ, მაგრამ რაც ამ პროცესის შინაარსია, სახელმწიფო კარგავს თავის ძირითად ფუნქციებს, თავის საზოგადოებასთან მიმართებაში. დავიწყოთ ისეთი თემით, ადამიანთა უფლებები, ეს მისი საქმე უკვე აღარ არის. ეს არის საერთაშორისო პრეროგატივა. გამარჯობა შენი. მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლო მაგალითად. მაშინ რას ვეძახით ჩვენ სუვერენიტეტს? ხო. ფული. ამიტომ ჩვენი წარმოდგენები სუვერენიტეტზე არა ჩარჩა იმაში. წინა საუკუნეში რეალურად ხო, რა თქმა უნდა. ოდნავ გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს ჩვენ სუვერენიტეტს. ბუნებრივია ეს აისახება ყველა იმ სფეროზე, რომელიც მათ შორის სამხედროზე. მათ შორის სამხედროზე. თქვენ დააკვირდით სოფლიოში რა ტენდენცია მიდის. იქნება მცირე პატარა სამხედრო ჯგუფები, რომლებიც მიექირავებიან ხოლმე და გნებავთ ერაყის სივრცე აიღეთ, გნებავთ ავღანეთის სივრცე აიღეთ, გარკვეულ ფუნქციებს, რომელსაც ადრე სახელმწიფო და მის სამხედრო ძალები ასრულებენ ყოფილი სამხედროები. უცხოური ლეგიონის პრინციპის უცხოური ლეგიონი, ეგ არის უცხოური ლეგიონი საფრანგეთის არმიის. მე ვამბობ მცირე ჯგუფებზე, რომლებიც აი თქვა კენის ნაკრძალში რომ ეხმარებიან ეგერებს. აი კადაფის რო ეხმარებოდნენ ისინიც? ისინიც ჩვენთანაც ვინც ჩამოდიან, თქვენ რა გონიათ ვინ არის? ხო, აი ინსტრუქტორები. იმათ ქირაობენ ყოფილი სამხედროები, ასე ვთქვათ, ხო? იმათ ქირაობს პენტაგონი თავისი პროგრამის ფარგლებში, იმათ უხდის ფულს, რომ ისინი ჩამოვიდნენ აქ და რაღაცები გვასწავლენ. ანუ სამხედრო მოსამსახურეები არ არიან ხშირ შემთხვევაში. მათ ორი შრია. აი ის ვინც მრჩევლებად ისხდნენ ხოლმე, ისინი აი ესე ჯგუფს წარმოადგენენ და მერე იყო ერთი პერიოდი იფიქრეს, რომ ამერიკის ევროპის სარდლობა შეეძლო იგივე გაეკეთებინა. და ამიტომ ჯიტებში ისინი იყვნენ ჩართულები მაგალითად. ანუ რამდენიმე შრია. ამით ორ საქმეს აკეთებს სახელმწიფო თავისთვის. ჯერ ამ გადამდგარ სამხედროებს უფუნქციო დარტოვებს, რაც ძალიან საშიშია. იყენებს მათ თავისი გავლენის გასავრცელებლად სხვაგან. ანუ ესენი ამავე დროს ელჩებიც არიან, ხო? ხო, მესმის. გარკვეულწილად და გარდა ამისა თავიდან იხსნის გარკვეულ ვალდებულებას, ხო? ანუ და ეს ხდება უკვე და ეს რეალობაა. თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფოს რომ ეფუნქციონირა თუნდაც ადამიანის დაცვის კუთხით. რა საჭირო იქნებოდა ამდენი კერძო დაცვის სამსახური? არა. ხო? და ეს დაინახა ვან კრეველდმა ძალიან კარგად და ამის ანატომიური დელეგირება ხდება რაღაცეების სახელმწიფო რაღაც ფუნქციებს საერთაშორისო რაღაცა სხვა ფუნქციები ჩვენ ვერ მივხვდით ამას ჯერ ჩვენ გვინდა ყველაფერი ჩვენთან იყოს ჩვენ სახელმწიფოს შეიძლება იმის გამო იყო რომ აი შევანაძის დროს ეს სახელმწიფო სუსტი იყო არ არსებობდა პრაქტიკულად სახელმწიფო რეალურად იქმნებოდა და ქმნადობის პროცესი აღმოჩნდა ძალიან რთული ჩვენი სახელმწიფოსი ქმნადობა მიმდინარეობდა ომის ფონზე ომების, მე ვიტყოდი. ომების, კი ბატონო. და ყველა ომი იყო შიდა ამ დროს. ხო, რა თქმა უნდა. ყველაზე დამანგრეველი. და იქნებ ღირდა მაშინ სულ კაცრად რომელიმე ჯგუფი მოქცეულიყო და წესრიგი დაემყარებინა, მაგრამ ნუ როგორც ხედავთ ზედმეტის ზალა არავის. როგორ გამოჩნდა რომ სააკაშვილს აღმოაჩნდა ეს ზალა? ერთ წამში და მომზადებულ ბაზაზე. სააკაშვილის დროს ჯარი ფუნქციონირებდა, როცა მოვიდა მან ჩაიბარა, გაიხსენეთ. აღლეტილი ჯარი იყო და ისა რა ქვია ჯარის ტანსაცმელი არ ქონდა აღლეტილობას ფუნქციონირებას შორის არის დიდი სხვაობა მეც ესე მგონია იმიტომ რომ შეხედო არ არის მთავარი ჩექმა ჯარში ხო ჯარში არის მთავარი ოფიცერი კი უდაოდ და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პიროვნებები შეიცვალა სტრუქტურა ხوار შეცვლა
ანუ სტრუქტურები მზად იყო კი. მერე შეიცვალა სტრუქტურა, NKVD გახდა კაცო. მერე გაძლიერდა. ხო, გაძლიერდა მაგას. ამის ხარჯზე. ანუ თქვენ ამბობთ რომ 2003-თვის უკვე რაღაც ბაზა იყო, ანუ ის ბაზა რო არ ყოფილიყო, ჩვენ დღესაც იმ სიტუაციაში ვიქნებოდით. აბა რა მუხტი შეიტანა, თუნდაც ჯარში. ნუ ეგ არ ვიცი, ახლა მე რევოლუციების სპეციალისტი არ ვარ. კი ბატონო, მაგრამ მოხდა ისე რომ ქართულ არმიაზე დაიხარჯა მილიარდები. რადგან ოცნებაც კი არ შეგეძლოთ თქვენ. შედეგი რა იყო? ხო და აი მაინტერესებს, სად იყო ეს შეცდომა, სად? საბრძოლო სულისკვეთება არ გაძლიერდა, სპეციალისტები არ აიყვანეს, არასწორად ჩათვალეს რომ რუსეთს სახმელეთო ოპერაციას უგებდით. აი რა იყო? ერთი შეცდომაზე არ შეიძლება ლაპარაკი. მე რასაც ვაკვირდებოდი გარედან, ხო? სპეციალისტი ხართ ახლა. ხდებოდა აი ზუსტად ჯარში რაც მყარი ნაწილაკები შეერთებაზე იყო ლაპარაკი ბოლოს, ხო? ის რაც ჩვენ მყარი გვეჩვენებოდა, იმათი ნელ-ნელა მოსპობა დაიწყო და საკმაოდ მეთოდურად. ოფიცრობის ოფიცრებამდე სანამ მივიდნენ სტრუქტურები განადგურდა. მაგალითად ოქროაშვილის ბრძანებით განადგურდა სტრატეგიული დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. საკმაოდ სერიოზულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ახლა მე აქ ვერ გავხსნი ყველა ფრჩხილს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები ჰქონდა რიგ ქვეყნებთან. ამ კუთხით. და ეს არ არის უბრალოდ აი ჭურტანაში ჩაიხედო და იქ რაღაცა დაინახო და ამბავი გამოიტანო. ლაპარაკი მაქვს სტრატეგიულ დაზვერვაზე. სტრატეგიული დაზვერვა მე არ ვიცი დღეს ვინ აკეთებს ამას და სადაკეთებს. ხო არის რაღაც ცალკე უწყება. სამხედრო რომელმას თქვა მაპატიეთ გაწყვეტინებ, რომელმას თქვა თქვენ გაწყვეტინებთ რას იმდენ საუბრობთ, რამდენი არ გილაპარაკიათ მე მგონი თენი მინისტრობის დროს. მე მახსოვს სტრატეგიული ბეჟვაშვილი რომ გამოვიდა და თქვა რომ ჩვენო კი ვართო დაზვერვა, მაგრამ პრაშლიაპილი, აი ნუ ვერ მივხვდითო რომ რუსეთი ჩაერთვებოდაო სახმელეთო ძალებითო ამ ამბავში. მე გეტყვით ეს ზუსტად იმის ბრალია რომ სტრატეგიული დაზვერვა არ არსებობს. სამისხედა ის რომ რუსეთი 2010 წლამდე ყველანაირად ეცდებოდა თავისი სამხედრო ყოფნა გაეჩინა კავკასიის სამხრეთით ეს ძალიან ბევრი გარემოებიდან ჩანდა და ამისთვის გამოიყენებდა ყველა შანსს გამოიყენებდა ეს ხალხმა საქმე იმაშია რომ რუსეთს თვითონ უდგას უსაფრთხოების პრობლემა. და მისი უსაფრთხოების გადარჩენის გზად არჩეული აქვს მუდმივი ზეწოლა მის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. არა? ბოლომდე მასე არ არის. რუსეთს ცოტა ხანში არა, მაგრამ საუკუნის შუისთვის უკვე სერიოზულად დაუდგება ჩინეთის ექსპანსიის პრობლემა. რუსეთის რომელსაც ვერ ზღუდავს. რომელსაც ის ვერ შეზღუდავს არსებული დემოგრაფიული რესურსებით დაიწყოთ აქედან საერთაშორისო კანონმდებლობიდან კიდევ ხო ამიტომ მისთვის გარკვეულ სივრცეს გეოგრაფიულს მნიშვნელობა რეალურად გააჩნია შემთხვევითი არ იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი აღმოჩნდა ყველაზე ცუდ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მას აქ აბსოლუტურად დაუცველი შუა აზიის საზღვარი. იმიტომ რომ იქ რა ხდება? თუმცა უყენია ჯარი უზბეკეთში და ის არ არის ის ჯარი, რომელსაც საზღვართ ისევ იცავენ. და მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვა იგივე ეს ევრაზიული კავშირი. ხო. უფერები რო შექმნას, ხო? გარდა ამისა რესურსი. შუა აზიაში დემოგრაფიული რესურსი რო გადმოკაჭოს თავი. მაგრამ ცდილობს ამ კავშირის შექმნას რაღაც ძალიან არქაული მეთოდებით, არ გამოვა. ნუ ეს მაგათი პრობლემაა, ფაქტია რომ ეს პრობლემა მათ აქვთ. კავკასიაში მათ სერიოზული პრობლემა გაუჩნდათ ფსიქოლოგიური. როდესაც ისინი იძულებული გახდნენ რომ ყველა ბაზა გაეყვანათ. კავკასი, სამხრეთ კავკასიიდან, საქართველოდან, ხო? მათ გაუჩნდათ აი სიცარიელის განცდა და აუცილობის განცდა. ხრელია და აქ რაღაცა ხდება ამ ხრელში, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ეს ზუსტად აი ეს ხრელია რა, ამას შეუძლია ისეთი ფაქტორის როლი შეასრულოს თუ გავითვალისწინებთ ჩრდილო კავკასიის პოტენციალს, ხო? რომ რუსეთი ერთბაშად აღმოჩნდეს დაშლილი ნაწილებად. ანუ ამ ხრელიდან ისეთი ნაკადი შემოვიდეს, რომ დღეს ისინი ლაპარაკობენ, რომ რუსეთს აქვს სამი საფრთხე.
ჩინეთი, შუა აზია, საქართველო. საქართველო მესამეზე ყავდა. 2010 წლამდე ეს სურათი იყო პირიქით. საქართველო იყო მათთვის მტრული გარემო. საქართველოში მათ არ ჰქონდათ არანაირი დასაყრდენი პოლიტიკური და სამხედრო. სამხედროც. აი ბაზის გაყვანამ ეს გააკეთა, რომ ეს ბარი გაუჩინა. შეიძლება ის ბაზები, რომელიც მათ გაიჩინეს ახლა ოსეთში და აფხაზეთში, ბევრი არაფერი არ იყოს, თუმცა მე ასე არ ამგონია. ხო, ესეთ ბაზებია რეაგირება სწრაფად შეუძლია. ეს ის ბაზებია, რომლებიც იზოლაციას, რომელთაც შეუძლიათ ჩრდილო კავკასიის იზოლაცია საქართველოსთან, ხო. ანუ რაღაც კონფლიქტის შემთხვევაში გადაკეტონ გზები, იქით მისასვლელი და რუსეთის სტრული ძალა ვერ მიაწვდის უკვე რესურსებს იქ მებრძოლ ვიღაცებს. ახლა ისინი მონახავენ თავის გზებს, მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს დიდი ის ამოიკულება. შემთხვევითი არაა, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი დღეს რუსეთის არმიაშია, აი ამ ოლქში მოდის და არა ცენტრალურში ჯერ. ხო. სამხრეთის ოლქში მოდის. ანუ აქ მათ ეს ზალა არის საკმარისი იმისთვის, რომ თურქეთს ეომოს. საქართველოს დასაპყრობად? აი, მაგრამ ეს ზალა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოახერხოს ჩრდილო კავკასიის იზოლირება ყველა გარეგანი გავლენის. ანუ აქ კიდევ რაღაც შექმნას კედა. ამიტომ მან ამ დროით ეს პრობლემა მოიხსნა თავისთვის. ახლა მას მეორე პრობლემა აქვს, როგორმე ვიდრე ის რეალურად შევა ჩინეთთან დაპირისპირებაში, მოამზადოს მეორე ფლანგი, რომელიც მას სუსტი აქვს და ეგ არის შუა აზია. ხო, იქით. აქ დროის ლიმიტი უფრო ნაკლები აქვს რუსეთს, იმიტომ რომ 2 წელიწადში გათავისუფლდება თალიბანის ენერგია მთლიანად. რას გულისხმობთ? გამოვა ნატოს ჯარები იქიდან. აი ამაშია სხვა ობამამ უკვე. ახლა უკვე რა ხდება, იცი? თალიბანი ძალიან სერიოზული. აი ეს ენერგია სად უნდა გადაიღვაროს? საზღვრის ინდოეთში ვერ გადაიღურება, ხო? პაკისტანში? პაკისტანშიც ვერ გადაიღურება, ძლიერი ჯარია. მე ზუსტად რო ძლიერი ჯარია, იმიტომ ვერ გადაიღურება. ხო, გასაგებია. ირანისკენ ვერ გადაიღურება და რჩება შუა აზია. და ეს გადაღურა აუცილებელი გახდება, იმიტომ რომ მათი რჩენის ძირითადი ექსპანსია, ხო? ის არის უზრუნველყოფა ოპიუმით ვაჭრობის. იქით უნდა წავიდეს. სადღაც უნდა წავიდეს და ბუნებრივია ეს იქნება შუა აზია, რუსეთი. და რუსეთი ვერ დაიცავს ამ საზღვარს, ძალიან გაუჭირდება. რუსეთი თუ არ ექნა მას საკმარისი რესურსი, სამხედროც და სამხედროც მოსახლეობის მხრივ ეკონომიური რესურსი, ამას ვერ შეძლებს. კარგი, მაშინ მოკლედ ცოტა დრო გრჩება, ძალიან საინტერესო ვილაპარაკეთ. ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს? ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ რა ხდება კარგად. პირველ რიგში. მე კარგად უნდა მოვხარშოთ ეს. რომ მოიხარშება? რომ მოიხარშება, მე მომხარშავ ერთადერთი გადაწყვეტა არასოდეს არ არსებობს ხოლმე. ბევრი გადაწყვეტა არსებობს ხოლმე და მომხარშავი ხალხი ყავს? დაგვრჩა? ნუ როგორ არის, მე არც ეხლა ნუ დადუნდით ისევ კაც. ირონია რა შეეშალა იცი. ბოლო რამდენიმე წელიწადია ლაპარაკით ვირჩენ თავს. ხო რა? ხო, აბა ლექციებს რო კითხო. რატო არ დაგჭათ რამე მამული იქ? მამულები, მამულები არ დაგჭათ? ჩემ მეუღლეს დარჩა მამულები, გეტყვით მე თქვენსად იმაში ჯაველების. ხო, ჯაველი და სამცხეში? სამცხეში და იქით ტაოში და იმაში. ხო და რა გია მოიყვანეთ. გადამდგარი ხედავთავარი მოყავს. სასულო სამეურნეო კულტურა მშვენიერია რა გიდა. კარგია. დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ და იმისთვის რომ მოყვედით. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. სამწუხაროდ ვერ მოვასწარეთ, იმიტომ რომ ეს თემა პირადად ჩემთვის შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო და მაინტერესებს ეს თემატიკა. ბატონ დავით, დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. მე გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეხვდებით ერთმანეთს საღამოს გადაცემაში სუბიექტური აზრი ნახვამდის.